დაიწყო ისევ საკმაოდ აქტიური ესკალაცია კუბის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ აბსოლუტური, ესე ვთქვათ, 20 საათიანი გათიშვები დენის განახლდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამოიწურა ის მარაგი ნავთობისა, რომელიც მიიღეს რუსეთიდან რაღაც ის ერთი ტანკერი, რომელიც რაღაცა რამდენიმე თვის წინ ჩავიდა კუბაზე. და განცხადებები გააკეთა მარკო რუბიომაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებებთან ახლოს არ ვართ, თუმცა არც კონფლიქტის დაწყება არის, ესე ვთქვათ, აქტიურად განხილული, ეს უკვე ტრამპის განცხადება იყო, მოკლედ რა ხდება? ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში დისკურსი არის, რომ აი ამ დიპლომატიური საშუალებებით აიძულონ აი ამ კასტროების ოჯახმა დათმონ ძალაუფლება, ეს კანელ დიასიც კასტროების ოჯახის წევრი სიძე არის რაულ კასტროსი მოიხსენებათ. თუმცა რაღაც ნაკლებ წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ეს რაღაც ვერბალური ზეწოლით მოხდეს ეს ხელისუფლების ჩამოშლა. გამომდინარე იქიდან, რომ კუბას აქვს უკვე რამდენი 65 წლიანი გამოცდილება აი ამ სანქციების ქვეშ და ბლოკადაში ყოფობის, ანუ ეს რეზისტენტულობა გააჩნია, ხო? ამიტომ აქ ცალკე რაღაცა ეროვნული ღირსების საკითხიც დგება, კუბელები ამ მიმართულებით საკმაოდ ისეთი ღირსეული ხალხია, იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც მარტივად საკუთარ თავს არ დათმობენ, მოდი ესე ვთქვი. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 42 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში FM 102-სა და 3-ზე. გთავაზობთ ჩვენს საერთაშორისო მიმოხილვას. კლავინდებურად შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს რადიოს შეუსრულდა 101 წელი და შესაბამისად ვულოცავ თელს ქვეყანას მათ შორის, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მაუწყებელი, ასე ვთქვათ, პირველი მაუწყებლობა, რომელიც გაჟღერდა იმ 1925 წელს და იმის შემდეგ უწყვეტად მაუწყებლობს, ასე ვთქვათ, რადიო ეთერში და იმედი გვაქვს, რომ კიდევ მრავალი 10 წლეული და თუნდაც 100 წლეული განაგრძობს საქართველოს რადიო მაუწყებლობას. და რა თქმა უნდა ულოცავ რადიოს ყველა თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან დღეს მაუწყებლობის დაწყებას საქართველოში პრინციპში და იქიდან მოყოლებულ ამხელა ტრადიციას. აქვე შევახსენებ ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ და ალბათ გვიყურებთ კიდევაც YouTube არხზე, 42 პარალელის YouTube არხზე, შეგიძლიათ მოგვისმინოთ Spotify-ის არხზე, ჩვენს აუდიო ვერსიას შეგიძლიათ მოусმინოთ იქ და Facebook-სა და TikTok-ზე დაგვიმეგობრდით და გამოიწერეთ ჩვენი არხები იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი სიახლეები და არ გამოგრჩეთ ჩვენი ასე ვთქვათ, გადაცემები, მიმოხილვები, მოკლე კონტენტი. ეს მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოქმედება. შოთა. დარწმუნებული ვარ, შემოვერთდები რადიოსადმი მილოცვას. მეც მიულოცავ, როგორც რადიოს ყველა თანამშრომელს, ასევე როგორც ახსენე საქართველოს, იმიტომ რომ პირველი მედია, არაბეჭდური მედია იყო საქართველოს რადიო, ამიტომ ღირსშესანიშნავი დღეა. კი ბატონო. ნამდვილად. მოკლედ დღესაც ცხადია განვიხილოთ იმ საერთაშორისო ძირითად საერთაშორისო მოვლენებს, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. შეიძლება ასე ითქვას, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთის კარზე დიდი სტუმრობები იყო, ასე ვთქვათ. ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ესტუმრა და ეს ჩვენ განვიხილეთ წინა მიმოხილვაში, წინა გადაცემაში და ახლა კი რუსეთის პრეზიდენტი სტუმრობდა ჩინეთს. ეს ორი შეხვედრა, ესე ვთქვათ, ეს ორი ვიზიტი, ცხადია, ძალიან საინტერესო იყო. ესე შეიძლება ხუმრობით თქვათ, რომ წინა კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გაფორმდა არაფორმალური სტრატეგიული პარტნიორობა და ახლა ხაზი გაესვა რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, პარტნიორობას და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი და ამერიკა არიან ესე ვთქვათ
ჩვენს ბავშვობაში იყო ესეთ გამონათქვამი ჩერეს ძმაკაცები. ჩერეს სტრატეგიული პარტნიორები არიან რუსეთი და ამერიკა ამ შეთანხმებების საფუძველზე. მაგრამ ხუმრობა იქით იყოს, მოდი რეალურად თქვათ, ალბათ პირველ რიგში მათ შორის ჩვენ სმენელს და მაყურებელს აინტერესებს, რა პრინციპული განსხვავება შეიძლება დავინახოთ ამ ორ ვიზიტ შორის და რატო იყო, ვთქვათ, პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ჩინეთში რითი იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი. პირველი ვახსენოთ ის, რომ თვითონ ეს ვიზიტებიც მიანიშნებს ჩინეთის როლს და მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში. რომ ეხლა თუ არ ვიტყვით ესე ხმამაღლა რომ ის შეიძლება უკვე წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრს აი ამ სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია რომელთანაც ურთიერთობა თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ყველა მოთამაშისთვის მათ შორის ისეთი მოთამაშეებისთვის რომელიც არის თანაბარი ან მასზე უფრო მეტი ძალაუფლების მქონე ანუ ეს ხაზს გაუსვოთ ამ წონას ხო ანუ რო შევადაროთ ახლა ეს ვიზიტები შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი მაინც ემსახურებოდა მეტნაკლებად ურთიერთობების გადატვირთვას რაღაც არა განგრძობადი, მაგრამ რაღაც ტრანზაქციული ფორმატის ჩამოყალიბებას, რა მაგალითად შემდგომი 2-3 წელიწადი რა ფორმატში ურთიერთობენ ჩინეთი და შეერთებული შტატები, აი ამაზე იყო გამიზნული, თუმცა ამისგან განსხვავებით, აი ხა უკვე ვლადიმერ პუტინის ვიზიტი, ეს არ იყო ეს რაღაც ტრანზაქციულ ფორმატზე შეთანხმება, ეს უფრო არის გრძელვადიან სტრატეგიული თანამშრომლობის ხედვაზე შეთანხმება და თვითონ ის მემორანდუმი რაც გაფორმდა კონკრეტულად ეწოდებოდა ყოვლის მომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი ესეც მიანიშნებდა იმაზე რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის მხოლოდ ერთჯერადი ტრანზაქციული ან რაღაც სიტუაციური რომელიც ამ მომენტში მათ ჭირდებათ ეს პარტნიორობა და ეს რამდენჯერმე ამას ხაზი გაუსვეს კიდევაც ორმა ლიდერმა საკუთარ პრესკონფერენციაზე მაგალითად სი ძინპინმა ისიც ახსენა რომ ჩინეთი და რუსეთი არის როგორ გითხრათ როგორ ახსენა ბედით გადაჯაჭვული ერთმანეთზე რომ საერთო ბედი აქვს ამ ორ ქვეყანას რომელთანაც უწევთ რაღაც წინააღმდეგობა მაგალითად ან დასავლურ ცივილიზაციასთან ან რაღაც დასავლურ კაპიტალთან რაღაცა ახსენა მაგალითად იგივე ეს ისტორიული გამოცდილება ფაშისტთან ბრძოლის გამოცდილება რომ მაგალითად ჩინეთი არ დაუშვებს ამ ფაშიზმის ტენდენციების გაძლიერებას საერთაშორისო სისტემაში და ისტორიის გადაწერის და გაყალბების ცდილობას გახსოვთ ალბათ ეს ნარატივი უფრო რუსეთს ქონდა პუტინს და ეხა ეს ნარატივი აითვისა სი ძინპინმა. თვითონ ამ შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა 20-ზე მეტი მიმართულების რაღაცა სექტორში რაღაც თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ წინა პოდკასტშიც ვახსენეთ რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელზედაც ისაუბრებდნენ ეს იქნებოდა ენერგოსტაბილურობის საკითხი და მთავარი წამყვანი საკითხი რეალურად ეს იყო სადაც შეთანხმდნენ და დაჩქარებული ტემპებით ციმბირი 2-ის მაგისტრალის მშენებლობას ალექსანდრე ნოვაკმა ახსენა კიდევაც გაზპრომის დირექტორმა როგორ თქვია რომ ციმბირი 2-ის მაგისტრალის მშენებლობაზე უკვე დაკონტრაქტდა შეთანხმდა კონტრაქტები და მის მშენებლობა მალე დაიწყება რომ შევახსენოთ სვენელსაც ამ მაგისტრალით ჩინეთი მიიღებს წლიურად 50 მილიარდ კუბურ გაზს რუსეთისგან ჩინეთი. სხვა საკითხები იყო რაღაცა ისეთი არა ისეთი სტრატეგიული, მაგალითად იყო მარცვლეულის შეძენის საკითხი, რომ მაგალითად ჩინეთი გაზრდის შესყიდვებს რუსეთისგან სიმინდის მიმართულებით, რომ შეერთებულ შტატებს ჩაანაცვლებს ასე რუსეთით. იყო მაგალითად უიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთ-ჩინეთს შორის, რომ მაგალითად ვაჭრობა მიაღწია PX ამ ორ ქვეყანას შორის გასულ წელს 260 მილიარდი დოლარი არის სავაჭრობურმა, რაც თითქმის რეკორდული მაჩვენებელია, როგორც აღნიშნეს და ნუ იყო ასე ვთქვათ მეტნაკლებად უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი, ჩრდილო კორეის საკითხს შეეხდნენ და ნუ მერე ცალკე დოკუმენტად რა, როგორ გითხრათ, ეს მემორანდუმიც არ არის მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების შესახებ, ასე ერქვა დოკუმენტს, სადაც ორმა ქვეყანამ გააზიარა საერთო ხედვა
თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო სისტემა მომავალში, რა პრინციპებს და ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს. ძირითადად ეს დოკუმენტი იმეორებდა აი ჩინური ინიციატივების სულისკვეთებას. ჩინეთს აქვს 3 ესეთი გლობალური ინიციატივა და ეს იმეორებდა პირველი ის, რომ საერთაშორისო სისტემა უნდა დაეყრდნოს გაეროს სულისკვეთებას და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ აი პრინციპებს, ქვეყნის სუვერენულობის პრინციპებს, თანამშრომლობის პრინციპებს და რომ მაგალითად ასე ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნების საგარეო პოლიტიკები არ უნდა გადაწყვეტოს სხვა მესამე ქვეყანამ და თანამშრომლობის პრინციპი იყო აქ ერთ-ერთი კიდევ წამყვანი. და ერთ-ერთი პრინციპი იყო აი ასე ვთქვათ შევთქვათ რუსული მხარიდან ჩასმული, ეს არის უსაფრთხოების განუყოფლობა და უსაფრთხოების თანასწორობა. Indivisible and equal security. ეს ქართულად ცოტა უხეშად თარგმნი. რასაც ხშირად იყენებს, ასე ვთქვათ, რუსეთი ევროპასთან წინააღმდეგობაში და აი ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტიც, ესეთი ფართო შეფასება რომ მივცეთ, ეს შეხვედრა იყო მეტნაკლებად რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში, რომ არა მარტო ახლო აღმოსავლეთში ზოგადად აი ტრამპის პრეზიდენტობის მოსვლის შემდეგ რომ საერთაშორისო სისტემას გარკვეულწილად მიადგა დარტყმა საერთაშორისო სამართალს, რომ არის ხო აქ გამოთქვეს კიდევაც რისკები, რომ თუ არ დავიცავთ ჩვენ ამ პრინციპებს, მაშინ გადაიქცევა მსოფლიო დიდ ჯუნგლებას, სადაც ვერ გავიკვლევთ გზას და ასე ვთქვათ რეაქცია იყო იმ დესტაბილიზაციურ პროცესებზე აი უსაფრთხოების მიმართულებით, იგივე ენერგომოხმარების ჯაჭვების მიმართულებით, აი ამ ორ ძირითად, ასე ვთქვათ, ტრენდზე იყო პასუხი ეს შეხვედრა. ესე იგი, ამის გარდა როგორც ვიცი, ბუნებრივია გაიმართებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას მოყვა რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ, კარგი გაგებით სპეკულაციები, რაზე შეიძლება ესაუბრათ პუტინსა და სი ძინპინს დახურულ კარს მიღმა, სადაც გაიმართა ესე ვთქვათ, მათი პირადი შეხვედრა, ასე ვთქვათ. და ცხადია ხას უსვამდნენ იმას, რომ დიდი ვარაუდით ეს საუბარი შეეხებოდა როგორც ირანს, ისე უკრაინის საკითხს, ხო? და რატო არის ეს საინტერესო? პროფესორეთ, რატო არის სავარაუდო რომ ნამდვილად შეეხებოდა ამ ყველაფერს საუბარი? იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ დიდწილად თქვათ ირანის კონფლიქტი ეს რაღაცა გარკვეული პროქსი დაპირისპირება ჩინეთთან, თქვათ ამერიკის მხრიდან და რა თქმა უნდა უკრაინა არაერთხელ თქმულა ესეც რომ ეს არის პროქსი დაპირისპირება დასავლეთ თავის დროზე კოლექტიური დასავლეთისა, დღეს უკვე კითხის ნიშნები ჩანს ხოლმე ესე ვთქვათ იჩენს ხოლმე თავს იმასთან დაკავშირებით რამდენად კოლექტიურია ეს დასავლეთი და რამდენად შეიძლება ამერიკა და ევროპის ინტერესი უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ერთიანად მოვიაზროთ ან შესაძლოა პირობითად ვისაუბროთ ის, რომ ცხადია, თქვათ, უკრაინაში უკრაინის საშუალებით რუსეთის დასუსტება შეიძლება ამერიკის ინტერესში შედიოდეს, მაგრამ რამდენად სრულად ემთხვევა ევროპისა და ამერიკის ინტერესი უკრაინის კონტექსტში, ეს უკვე კითხვის ნიშანს ნამდვილად აჩენს, ხო? მინიმუმ იქიდან გამომდინარე, რომ ევროპისთვის ეს არის უაღრესად სერიოზული პრობლემა, უაღრესად სერიოზული, თქვათ, გამოწვევა, იმიტომ რომ მის უშუალო სივრცეში მიმდინარეობს კონფლიქტი და მასზე საკამოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. გლობალურ ასპარეზზე, ხო, ამერიკისთვის აქ რაღაცა განსაკუთრებული ზიანი, ასე ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტს არ მოუტანია, პირიქით ეკონომიკურად თუ ავიღებთ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის კონფლიქტმა ამერიკისთვის საკმაოდ ესე ვთქვათ, მომგებიანი შედეგებით მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ხო, გაიზარდა მისი ენერგორესურსების გაყიდვა ევროპის კონტინენტზე და მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი იარაღის კომპანიები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, ესე ვთქვათ, ხო? ამიტომ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში უკრაინის კონფლიქტი რუსეთისთვის ეს არის პროქსი დაპირისპირება დასავლეთთან და ირანი ეს არის პროქსი დაპირისპირება იმავე დასავლეთთან, ოღონდ ამ შემთხვევაში ძირითადად ლოკომოტივად ამერიკა, ჩინეთისთვის, ხო? და დიდი ვარაუდით ისინი ამ ყველაფერს შეეხებოდნენ, მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ,
შეეხნენ განიხილეს ეს შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ესე ვთქვათ გაძლიერდეს ჩინეთისა და რუსეთის კოოპერაცია ამ დაპირისპირებაში ანუ მათ შორის იმ დოკუმენტზე დაყრდნობით რომელიც ნახსენ ხო მულტიპოლარიზმთან დაკავშირებით სოციალურ ახალი ტერმინი იყო გამოყენებული ნუ თვითონ დოკუმენტს ერქვა მულტიპოლარ ნუ ახსენები იყო სათაურში მაგრამ თვითონ ტექსტში იყო გამოყენებული პოლიცენტრული ანუ მრავალცენტრო ანუ პოლარულობა მივანიშნებს იმას, რომ არის ძალაუფლების რაღაცა ცენტრი და არის მასზე დაქვემდებარებული, ან რაღაც უფრო სუსტი, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მქონე. პოლიცენტრული უფრო რაღაც თანასწორობის რაღაც პრინციპზე შეიძლება მიანიშნებდეს, ну რაღაც ტერმინოლოგიური შეიძლება, თუმცა მაინც პოლარულობის შემოტანა, ანუ პოლიცენტრიზმის შემოტანა, მაინც გულისხმობს იმას, რომ ეს ცენტრები შეიძლება დაპირისპირებული იყვნენ ერთმანეთთან. ხო, ესეც შეიძლება იყოს. ხო, აი ხა შეიძლება ახსენე მე მინდა გავიხსენო მარკო რუბიოს გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან რეალურად წელს თებერვალში, სადაც მან ჯეიდი ვენსის იყო, ხო. მან შემოგთავაზა შეერთებული შტატების ხედვა საერთაშორისო სისტემის, რომელმაც პრაქტიკულად შესთავაზა თავის, ასე ვთქვათ, კოლეგა სახელმწიფოებს და ლიდერებს ახალი კოლონიური ერა. სადაც დასავლეთ შეიძლება საკუთარი პრივილეგირებულობა შეინარჩუნოს რესურსების აკუმულაციით და რაღაც ძალის და ეკონომიკური ძალაუფლების პროექციით სხვადასხვა რეგიონებში. ანუ იმ სტატუს-კვოს აღდგენა, რომელიც დაახლოებით არსებობდა მე-19 საუკუნემდე მოყოლებული. ეს არის ხედვა დღეს შეერთებული შტატების და ამის საპირისპიროდ, ანუ ამის საპირწონედ ჩინეთი და რუსეთი თავაზობენ ზუსტად აი ეს დოკუმენტი, რაც ახსენა ეს მულტიპოლარულობის შესახებ კონცეფცია, რომელიც არის მეტნაკლებად რაღაც ემანსიპატორული ხედვა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული დოკუმენტი და იქ ამ დოკუმენტში ასევე ნახსენებია ხაზგასმულია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ სისტემამ მოიტანა აი ეს ზუსტად საერთაშორისო სისტემის გადადემოკრატიულება, რომ წარმოიქმნა დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, ხო, 50-იანების ბოლოს 60-იანებში და რომ მაგალითად ქვეყნების რაოდენობა ამ საერთაშორისო სისტემაში თითქმის გაორმაგდა და მეტი გახდა, ხო? და ამით მიანიშნებდნენ, რომ რაღაც ეს სულისკვეთება არ უნდა დაიკარგოს და ანუ პასუხი როგორც ვახსენე, ესეც პასუხია ამ შეერთებული შტატების ხედვაზე და ეს არის მესიჯი ძირითადად მესამე სამყაროს ქვეყნების მიმართ, რომ ანუ აი თქვენ არჩევანი გაქვთ ერთის მხრივ ესეთი, მეორეს მხრივ ესეთი და გარკვეულწილად მესიჯია იმ მიმართულებით, რომ სიგნალია იმ მიმართულებით, რომ წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში თუ მათ სურთ ეს არჩევანი, მათ მოუწევთ გარკვეულწილად წინააღმდეგობა აი ამ ამერიკულ რაღაცა ხედვასთან. ცოტა ესეთი რთულია მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა რაღაცა როგორ გითხრათ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია. ხო, თუმცა იქ თავის მხრივ რაღაცა თვალსაზრისით დამახასიათებელია ეს არჩევანის გაკეთება დამახასიათებელია ამ ეგრეთ წოდებული მრავალპოლარულობისთვის, ხო? მათ შორის არის ესე ვთქვათ ბიპოლარული სამყაროც, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ამერიკის დაპირისპირების პერიოდში არსებობდა, ისიც ასეთი იყო, უწევდათ ქვეყნებს არჩევანის გაკეთება, რომელ ბანაკში იყვნენ, ხო? ხო, მაგრამ აქ მულტიპოლარულობა მათ შორის ამასაც გულისხმობს, რომ შენ მოგიწევს აირჩიო რომელ ცენტრთან ურთიერთობა. მაგრამ აქ არის გარკვეულწილად პატარა თავისუფლებები, ეს არის შიდა პოლიტიკური თავისუფლება, საგარეო პოლიტიკის არჩევანის თავისუფლება და იდეოლოგიური თავისუფლება. ნუ რეალურად ახლა დღეს იდეოლოგიას არავინ არ თხოვს ამა თუ იმ სახელმწიფოს. ნუ ბიპოლარულ სისტემაში ესეთი თავისუფლებები რეალურად არჩევანის დროს არ ქონდა. ახლა რაღაც მაგალითად კაპიტალისტური ქვეყანა არ მგონია კომუნისტურ ბლოკთან ყოფილიყო აფილირებული, ან მასში გაწევრიანებულიყო. შეახსენე ევროპის საკითხი და მე მინდა ეს საკითხი მივაბა აი ამ ციმბირი 2-ის პროექტს. ციმბირი 2-ის პროექტი თუ ცოტა მომავლის რაღაც სცენარს გამიხილავთ, რეალურად არის დასავლეთსა და რუსეთის ომის გაგრძელების ანუ როგორ გითხრათ ბაზისი. ანუ რა რუსეთმა ჩახსნა თავისი ენერგო კავშირები და ევროპასთან და ამის აბსოლუტურ ბალანსირებას და თითქმის რაღაცა პლუსში გადის ჩინეთთან, ანუ ახდენს ჩინეთში აი ამის ექსპორტირებას.
ანუ ეს რაღაცა პოტენციური ზიანი, რომელსაც თვლიდნენ დასავლეთში, რომ მიადგამით რუსეთს, ამ ზიანს ივსებს რუსეთი, ხო, ამ შემთხვევაში. ეს რა მოცემულობაში აყენებს ამ შემთხვევაში ევროპას, ხო? ის იძულებულია გააგრძელოს ომი იმ გაგებით, რომ რაღაც პერსპექტივაში ბჭყალებში დაამარცხოს რუსეთი და კვლავ დაიბრუნოს ეს იაფ რესურსებზე წვდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მაგალითად ომი დასრულდა და სხვათა შორის იმან ახსენა პიტერ მადიარმა, ახალმა პრემიერმა უნგრეთის, რომ როგორც უკრაინის ომი დასრულდება, ევროკავშირში გეგმავენ რუსული გაზის შეძენას. ანუ რა გამოდის, რომ დავხატოთ ეს სცენარი, რომ ომის მდგომარეობაში რუსეთი ყიდის იმავე რაოდენობის გაზს ჩინეთში, რასაც ყიდდა ევროპაში მანამდე და პლუს კიდევ ევროპამ დაიწყოს მის შეძენა. ეს გამოდის, რომ პერსპექტივაში რუსეთი იქნება ორჯერ უფრო რაღაც ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო. ანუ ეს პერსპექტივა დასავლეთს არ ხიბლავს, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ეს ციმბირი 2 აიძულებს როგორც დასავლეთს, ასევე შეერთებულ შტატებს, რომ ეს კონფლიქტი გააგრძელოს. შეიძლება რაღაცა ესეთი რაღაც ეკონომიკურად ეს მომგებიანი იყოს რუსეთისთვის, თუმცა ეს უსაფრთხოების კუთხით ის გამოწვევები, ასე ვთქვათ, გაგრძელდება ჩემი აზრით. ეს გამოწვევები რომ გრძელდება ბოლო კვირების მოვლენები მიანიშნებს, რომ ინტენსიური გახდა რაღაც უკრაინული დრონების აქტიურობა ბალტიისპირეთში, მაგალითად 3 დრონი ჩამოაგდეს, დააფიქსირეს ლატვიაში. ასევე დრონი დააფიქსირეს ჰელსინკისთან ახლოს და ჰელსინკი გახდა პირველი ევროპული დედაქალაქი, სადაც გამოაცხადეს ჩაირთო განგაშის სიგნალები და ხალხს მოუწოდეს თავში საფარში დამალვისკენ თუ რა ქვია ჩასვლისკენ. ასევე ესტონეთში დაფიქსირდა ერთი დრონი, რაც რაღაც მან საინტერესო რამე მოხდა ესტონეთში, რა გავიწყდეს, ანუ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი და უსაყვედურა ის, რომ უკრაინული დრონი რატო ჩამოვარდა ესტონეთში. ხო, აი ეს ქვეყნები აცხადებენ იმას, რომ რუსეთი ახდენს უკრაინული დრონების კურსის ცვლილებას და მერე მიდიან ბალტიისპირეთში და იხვარდებიან, მაგრამ რაღაცა ეს პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. დიდი ალბათობით არის რაღაცა, ან როგორც თავად რუსეთის შიდა ტერიტორიაზე არსებობს რაღაც გარკვეულწილად უკრაინული დივერსიული ჯგუფები და დრონების თავდასხმებს ახდენს, როგორც მაგალითად ეს იყო სტრატეგიულ ავიაციაზე რა ერქვა იმ ოპერაციას რაღაცნაირი ობობა. ხო, აი დაახლოებით შეიძლება ესე ვთქვათ, რომ შეიძლება უკრაინული რაღაცა ეს დივერსიული ჯგუფები არიან ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ხა რაღაცა შეუღწეველი ქვეყნები არ არის ესენი და ნუ ცდილობენ რომ გაამწვავონ. არც ის არ არის გამორიცხული, რომ თავად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიაწოდეს რაღაც ტერიტორია უკრაინულ დივერსიულ ჯგუფებს. ნუ ხა ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცით რაღაცა, რომ რაღაც პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ. ნუ რასაც ამბობ, სავსებით შესაძლებელია. ხო, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ აი ეს ფრონტი, უკრაინის ომის ფრონტი უფრო ასე ვთქვათ, გაზრდილია და რუსეთს მოუწევს რესურსების გაზრდა დახარჯვა აი ამ მიმართულებითაც. კი, ეხლა ნუ არ ამგონია რაღაც დიპლომატიურმა ნოტებმა და მუხარებმა ეს პროცესი შეაჩეროს, იმიტომ რომ ეს ბოლო 4 წელი ასაც ხედავთ, მსგავსი ტიპის მექანიზმები არ მუშაობს ამ ომში. თუმცა ამ პროცესში საუბრობენ ხშირად იმაზე, რომ მოკლედ ესკალაციის ზრდის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია შეინიშნება და რატო? იმიტომ რომ ესე იგი ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი იყო ასეთი, რომ ის გამოიყენებს, ესე ვთქვათ, სამხედრო ძალას ბალტიისპირეთიდან, ვთქვათ, არსებული საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის, ანუ მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის. ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად გაიზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ნატოს ტერიტორიაზე რუსეთმა გამოიყენოს სამხედრო ძალა, იმისა, ნუ დავარქვათ ასე, რომ იმის აღსაკვეთად, რომ იქიდან თქვა დრონები მოფრინავენ რუსეთის ტერიტორიისკენ. ხო? მით უმეტეს გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი პეტერბურგში, როგორც ვიცი, ეს დიდი ფორუმია, რომელსაც პუტინი ესწრება ხოლმე ხშირად. ეს ეკონომიკური ფორუმია, მე მგონი თუ არ ვცდები ერთ კვირაში ან რაღაც ცოტა კიდე ესე და რომელსაც პუტინი ესწრება ხოლმე, ეს გაზრდილი უსაფრთხოების ნორმებს გულისხმობს და ამასთან ერთად რაღაცა გარკვეული
ასე ვთქვათ, ესკალაციის შემთხვევაში შესაძლოა მართლა მოხდეს რაღაც გარკვეული საფასუხო ის და მე უკვე რა ხდება, არავინ არ იცის, ხო? ანუ თუ ნატოს ტერიტორია იბომბება, ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე ნატოს უჩდება ვალდებულება გარკვეული პასუხისა ამ შემთხვევაში და უკვე რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, როგორ მოხდება ეს პასუხი, რას გამოიწვევს შემდეგ ეს პასუხი, უკვე ამ შემთხვევაში ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია, ხო? ის რომ გარკვეულწილად რუსეთი ემზადება ან რაღაც ირიბ მესიჯს უშვებს ევროპისკენ, რომ ის გარკვეულწილად მზად არის სტრატეგიული დაპირისპირებისთვის, ამის საჩვენებლად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში. პირველი, რომ მათ გამოცადეს სარმატის ახალი სტრატეგიული რაკეტა, რომელსაც პრაქტიკულად აქვს ულიმიტო რადიუსი ან დაფარვის მანძილი და მეორე ის რომ ბელორუსიაში ჩატარდა ბირთვული ჯარების წვრთნები რა ეს ორი მოვლენა მიანიშნებს იმაზე რაც ვახსენე რომ თუ რაღაცა ესეთი ესკალაციის მსგავსი ტენდენციები გაგრძელდა, ну იგივე ეს დრონები თავდასხმები, იგივე ეს ნავთობ და ინფრასტრუქტურულ რესურსებზე თავდასხმები, ну რუსეთი მზადაა ეს სტრატეგიული შეერაღება გამოიყენოს. თუმცა ეხლა ჩვენ განვიხილოთ ევროპის პერსპექტივა. ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე კიდევაც, რომ დღეს ევროკავშირს სურს ეს ესკალაცია, რომ რუსეთმა უპასუხოს მის აი ამ ქმედებებს ევროპის ან ნატოს ტერიტორიაზე. და ამდენიმე ამხსნელი აქვს ამას. პირველი რომ მსგავსი მოვლენა აიძულებს შეერთებულ შტატებს გარკვეული ფორმებით წყალებში დაბრუნდეს ევროპის უსაფრთხოების ქოლგაში. და ეს პასუხისმგებლობა რაც აი დონალდ ტრამპის პერიოდში მეტნაკლებად ასე ვთქვათ შესუსტა შეერთებულ შტატების მხრიდან, ეს პასუხისმგებლობა დაიბრუნოს შეერთებულ შტატებმა. ეს ერთი. მეორე ის რომ მსგავსი მოვლენა ევროპაში შექმნის ეგრეთ წოდებულ საგანგებო მდგომარეობას. რომ აი ბრიუსელი გამოაცხადებს, რომ აგე ჩვენ ხო ვიძახდით, რომ უკრაინაში არ გაჩერდება რუსეთი, რომ შემდგომი არის ევროპა და ევროპაზე მოხდება თავდასხმა და მსგავსი საომარი სიტუაცია შექმნის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესაძლებლობას. ანუ ევროკავშირი შეიძლება გადავიდეს აი state of exceptions, ანუ გამონაკლის მდგომარეობაში, სადაც რა მოხდება, რომ აი ამ წევრი ქვეყნების ძალაუფლებები პრაქტიკულად ანულირდება და თელი ასე ვთქვათ ძალაუფლება გადავა ბრიუსელში. ანუ რისკენად ზოგადად ეს პროექტი ევროკავშირი არის მოწოდებული, რომ ის გახდეს საერთო ევროპული ფედერალური სახელმწიფო და ნუ ძალაუფლება იყოს ბრიუსელში თავმოყრილი. და ეს შემდგომ უკვე გამოიწვევს საერთო ასე ვთქვათ სამხედრო ბიუჯეტის შექმნას, საერთო თავდაცვითი ხარჯების შექმნას, საერთო რაღაცა ანუ ფინანსების აკუმულირებას ბრიუსელში ან დამოუკიდებლად აქამდე ასე ვთქვათ საწევროების გარდა მას რესურსი არ აქვს ბრიუსელს დამოუკიდებელი ფინანსური ბიუჯეტი არ აქვს. ანუ ეს არის მიზანი ამ ორგანიზაციის სამხედრო ხარჯები ბევრი ამის ამართლებს. ამ ორგანიზაციის მიზანი შეიძლება შესრულდეს ამ კონფლიქტის ესკალაციით, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად რაღაც ფორმები შეიძლება უპასუხოს ევროკავშირმა და რაღაც ნატომ, თუმცა ეს შეიძლება არ ნიშნავდეს იმას, რომ რაღაცა აი მასშტაბურ სტრატეგიულ დაპირისპირებაში გადავიდეს. ეს იქნება პოლიტიკურად გამოყენებული იმისთვის, რომ ბრიუსელმა მიაღწიოს საკუთარ შიდა, ასე ვთქვათ, ინტერესებს აი ევროპის ტერიტორიაზე. ხო, მე ცხადია, საინტერესო ამბავია, მაგრამ რამდენად შეიძლება ამ მასშტაბის ესკალაცია აწყობდეს რუსეთს? ხო, ეს არის რისკები. რისკი არის მთავარი რამდენად გასცემს პასუხს შეერთებული შტატები ამ მოვლენას. ანუ ესაა მთავარი გამოწვევა. და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტნაკლებად ეხა უყურე რუსეთს მოუწევს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან დაპირისპირება, ანუ გაფანტულია მთლიანად ეს ინფრასტრუქტურა ამდენ ქვეყანაში და ნუ რუსეთი არის ერთი ქვეყანა, სადაც მეტნაკლებად კონცენტრირებულია ყველაფერი, ხო? ანუ მსგავს დაპირისპირებაში თეორიულად წამგებიან პოზიციაშია რუსეთი, იმიტომ რომ ნუ რაღაცა პრაქტიკულადაც არის რაღაცა მას მოუწევს რესურსულად რამდენჯერმე წინ იყოს, რომ ეს პრაქტიკული გათვლებითაც საკმაოდ რთულია, ხო? 500 მილიონიანი სივრცეა ევროკავშირი, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიურად უნდა ვთქვათ, რომ წინ არის ბევრად, ვიდრე რუსეთია. ასე ვთქვათ,
არ ვიცი ახლა საბრძოლო პოტენციალის თვალსაზრისით ბევრი კრიტიკა არსებობს ევროპული რეალობის მიმართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 500 მილიონი ადამიანის საბრძოლო პოტენციალი რო აღემატება 150 მილიონი ადამიანის საბრძოლო პოტენციალს, ეს ცხადია, ხო? თან ანუ მე წეგანაც ვახსენ ეს პოტენციური რაღაც სტრატეგიული ესკალაცია აი ამ ძალაუფლებას მიცემს ბრიუსელს რომ მოახდინოს ეს სახალხო მობილიზება რა ანუ ეხლა მე თუ დღეს არ მაქვს გაწევა გაამართლოს ის სამხედრო ხარჯები რომელსაც ჯერჯერობით ვერ ამართლებს ხო არა მარტო ხარჯები თვითონ ანუ ადამიანური მობილიზება დაიწყოს ხო მაგალითად ეხლა ბევრი გამოკითხვა ვრცელდება რომ რამდენად ხართ მზად რომ დაიცვათ საკუთარი ქვეყანა ევროპაში და ნუ საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია ხო და ნუ ეხლა როდესაც ფაქტის წინაშე დადგება შეიძლება ეს მაჩვენებლები გაიზარდოს რაც ასე ვთქვათ ლეგიტიმაციას იძლევა რომ აი ეს მობილიზება რესურსული ადამიანური და იგივე ტექნოლოგიური სხვადასხვა ტიპის რესურსული მობილიზება დაიწყოს. რაც ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ სხვა პოდკასტებშიც ვახსენეთ ეს არის რაღაცა კეინზიანური ეკონომიკური მოდელი რომელმაც შეიძლება ის ეკონომიკური რეცესია რაც აქვს ევროპას ეს რეცესია შეაჩეროს. თუმცა ეს რა თქმა უნდა მაინც არის ჰიპოთეტური მსჯელობები რომელიც რაღაც პრაქტიკაში ცოტა რთულად წარმოსადგენია განხორციელდეს იმიტომ რომ ეს რემილიტარიზაციის პროცესიც ცოტა ბევრ კითხვებს აჩენს ხო რემილიტარიზაცია სჭირდება პირველი ერთი ფინანსები მეორე რესურსები და მეორე ტექნოლოგიური ცოდნა და ამ სამი მიმართულებით კი ახლა რაღაც ისტორიულად ევროპას როგორ არა აქვს სამხედრო წარმოების ტექნოლოგიური ცოდნა მაგრამ თანამედროვე შეიარაღების საწარმოებელი ცოდნები არ არის იგივე ეს სტრატეგიული სარაკეტო სისტემები სტრატეგიული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები მსგავსი ტიპის შეიარაღება ევროპას ნაკლებად აქვს იგივე მაგალითად მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები ნუ შეერთებულ შტატებს და ამ შემთხვევაში რუსეთს აქვს ნუ ჩინეთმაც გააკეთა ესეთი ევროპას ესეთი არ აქვს ხო და რესურსულათაც თუ შევხედავთ ეხლა როგორც ნახეთ ახლა გაზზე და ნავთობზე წვდომა გაძვირებული ევროპაში მეტალის რაღაცა განსაკუთრებული რესურსიც ნუ კი რა თქმა უნდა აქვს მაგრამ იმ მასშტაბის რომ რაღაცა ესეთი რეზერვები რაც ქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპას იგივე ქონდეს ნაკლებ წარმომიდგენია მან არის ესეთი მომენტი რომ ეგ მაგ დონეზე ესკალაციის გადატანა გარკვეული თვალსაზრისით უკრაინასაც აწყობს იმიტომ რომ ხო ეს წარგესაგებია ხო იმიტომ რომ პრინციპში შეიძლება ითქვას რომ მართალია საკმაოდ ნელა მაგრამ ფრონტის ხაზი ესე ვთქვათ არსებული ფრონტის ხაზი უკრაინის სასარგებლოდ არ ვითარდება, ასე ვთქვათ, საკმაოდ ნელა მიდის ეს პროცესი, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს ესე გარკვეული ტერიტორიების დაკავება რუსეთის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში, ხო, ეს ერთი. მეორეა, ბუნებრივია ხა გასაგებია, რომ რაღაც ბოლო პერიოდში ჩვენ წინა იმოხილვისად ვახსენეთ, რომ საკმაოდ მასშტაბური, ესე ვთქვათ, შეტევა განახორციელა საჰაერო რუსეთმა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ჩვენ წინა მიმოხილვა ჩავწერეთ, იმის შემდეგ უკრაინამ საკმაოდ მასშტაბური, ესე ვთქვათ, და თავდასხმით უპასუხა, მათ შორის მოსკოვზე თავდასხმების მიტანით და დრონების, საკმაოდ დიდი რაოდენობის დრონების, იქაც სადღაც 1200-მდე იყო საუბარი ამ ყველაფერზე, ხო? ამის მიუხედავად რაღაცა ეს ომის თეატრი ახლა ბუნებრივია ცხადყოფს იმას რომ ბევრად მეტი რესურსი აქვს თუ უკრაინა და რუსეთი რჩება ერთ-ერთზე ვთქვათ ერთმანეთთან ბევრად მეტი რესურსი აქვს რუსეთს ამ ომის წარმოების მაგრამ თუ მართლაც და ომის თეატრი ინაცვლებს ევროპის ტერიტორიაზე ვთქვათ ესკალაცია იქამდე გადადის ნუ უკრაინისთვის ეს საკმაოდ დიდი შვება ასე ვთქვათ ხო ამ მოცემულებაში. ამიტომ განიხილავენ თუნდაც იმ ამბავს, რომ სწორედ ეს დრონების ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე და ფინეთის ტერიტორიაზე ამ ესკალაციის გავრცელებას ემსახურება უკრაინის მხრიდან და ასევე საკმაოდ ისევ დაუბრუნდა აქტუალურ განხილვას, ერთი პერიოდი განიხილებოდა თავის დროზე თუ გახსოვს, ეხლა ისევ დაუბრუნდა დნესტრისპირეთში გარკვეული ესკალაციის მცდელობების საკითხი, ასე ვთქვათ, უკრაინელების მხრიდან, რომ იქ რაღაცა რამდენიმე 1000 სამხედროა, რუსი სამხედროა ლოკალიზებული და მათთან რაღაცა გარკვეული ვთქვათ პროვოცირება იმისათვის რომ ეს მოლდოვის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს რაღაც გარკვეულმა კონფლიქტმა ხო
მაგრამ აქ მეორე მხარეა რომ თითქოს რუსეთისთვის ეს არ არის ესეთი თქვა ცალსახად მისაღების სცენარი ევროპაზე გავრცელება ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მართლა ეგ უკვე გულისხმობს სრულ მობილიზაციას სამხედროების, სრულ მობილიზაციას ეკონომიკის, თქვა სამხედრო მიმართულებით და ის რაც ახლა ხდება რუსეთში, რომ თქვა პირობითად მართალია ბოლო თავდასხმებმა რაღაც გარკვეულწილად აგრძნობინა მათ შორის მოსკოვის მოსახლეობას, რომ ის არც თუ ისე დაცულია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თითქოს მოსკოვის მოსახლეობისთვის ომი სადღაც სხვაგან არის და ის აქამდე მშვიდად ცხოვრობდა. ანუ ეს ყველაფერი დაიკარგება, ესე ვთქვათ, ეს მოცემულობა, რომ სხვა დანარჩენია, ვთქვათ, ცენტრი მოსკოვი, პეტერბურგი, მოსკოვი მშვიდად ცხოვრობს და ომი სადღაც სხვაგან არის და ეს სამხედრო ოპერაცია და არა ომი და ასე შემდეგ, ეს მოცემულობა დაიკარგება ესკალაციის ამ ასე ვთქვათ, დონეზე გადატანით. ამიტომ უფრო მეტად განიხილავენ იმას, რომ მათ შორის პუტინმა თითქოს გააფრთხილა, ასე ვთქვათ, ზელენსკი, ანუ ეს რაღაცა შიდა სივრცეებით, რომ ესკალაციის გაძლიერებით ის დაიწყებს სამთავრობო შენობების დაბომბვას, ასე ვთქვათ, და სამთავრობო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ანუ ესკალაციას აწევს, ოღონდ აწევს უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ არსებული ფრონტის ასე არსებული ომის თეატრში, ასე ვთქვათ. ხო, მოდი მე დნესტრისპირეთს გამოვეხმაურები. იქ ეხა ნაკლებად მგონია რაღაცა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ამის ადამიანური რესურსი უკრაინას ეხა არ აქვს. შეიძლება მაგალითად მოხდეს მხოლოდ აი იგივე დრონებით თავდასხმა იმ შეერაღების რეზერვებზე, სადაც არის. აქ რამდენიმე როგორც ახსენე. აღარ მახსოვს 3000 თუ 5000 რუსი ჯარისკაცი. მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო რაღაც მოხდა, რომ დნესტრისპირეთის ჭყალებში მოქალაქეებს შესთავაზა მოსკოვმა გამარტივებული. ხო, არ ვიცი ეს რაზე მიანიშნებს, არის ეს რაღაცა მაია სანდოს მიმართ გაკეთებული რაღაც განაცხადი თუ გარკვეულწილად ალბათ მაინც ესეთი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს ხადი ამას, რომ აი დნესტრისპირეთის სრულად შეიძლება დაიკარგოს მოლდოვისთვის. ხო, რაც შეეხება თვითონ ამ ესკალაციის სცენარებს, ნუ რეალურად არის ეს სამი სცენარი, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ესკალაცია. პირველი ეს არის თვითონ ფრონტზე, რომ მაგალითად დაწოლა ფრონტზე გაიზარდოს და იმ დონბასის ტერიტორიის რაღაც დაკავება მოხდეს დაჩქარებული ტემპებით. მაგრამ ეს ნაკლებად მგონია მე. მეორე რაც სამხი იმას ცოცხალი ძალის ხერხს და ნუ პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ ძალიან ისეთი სკულპტურული საქმეა ეს დღეს ფრონტის კარღობა და რაღაც. კიდევ თან დრონების გამოყენებით საკმაოდ სერიოზული დანაკარგების მიყენება შეუძლია უკრაინას სამხედრო ძალისთვის. ხო, ამიტომ ვთვლი, რომ ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა. მეორე რაც ახსენე, ეს არის თვითონ კიევზე თავდასხმა. ეს არის ესკალაციის მეორე დონე და თვითონ პოლიტიკურ ლიდერშიპზეც ესე მოიაზრება. მაგალითად საკმაოდ აქტიურად მუსირებს ეს მოსაზრება რუსეთში, რომ აი ჩვენ რატო არ ვიყენებთ იგივე ისრაელის მოდელს, ხო? რომ აი ეს მოდელი რო გამოგვეყენებინა თავის დროზე შეიძლება ეს ომი მალევე დასრულებულიყო. ესეთი მოსაზრებები არსებობს. და მესამე დონე რაც მე ვახსენე, ეს არის უკვე თვითონ ევროპაზე ესკალაცია, ხო? ეხლა რომელ გზას აირჩევს ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობს სხვა, ნუ სცენარები, თუმცა ჩვენი ინფორმაციული სივრციდან მხოლოდ ეს სამი რაღაც სცენარი შეიძლება დავხატოთ. ეხლა რომელ გზას აირჩევს ამ შემთხვევაში მოსკოვი, ნუ არ ვიცით. ნუ აირჩევს იმიტომ ვიძახი, რომ როგორც წინა პოდკასტში ვახსენეთ, თვითონ პუტინმა განაცხადა, რომ რაღაც დასასრულს უახლოვდება ეს ომი. ხო, ან თუ დასასრულს უახლოვდება, მაშინ ამ სამ სცენარიდან რომელიღაცა უნდა აირჩიოს, ხო? ანუ ეხლა ამ ფორმატში ხარ დასრულდება ომი, ხო? ანუ ეს ასე ვთქვათ კატეგორიულად მიუღებელია დღეს ამ შემთხვევაში რუსული საზოგადოებისთვის, ხო? ანუ ჯერ ერთი უკრაინა არ დაამთავრებს ომს, ხო? ხო, ორივე მხარისთვის მიუღებელია არსებული სტატუს კო, კი ბატონო. ამიტომ რაღაცა ესეთი სცენარები უნდა განვიხილოთ. ანუ ეს ზაფხული ყოველთვის არის ხოლმე გარკვეულწილად ფრონტზე ესკალაციის მომენტები და ნუ შეიძლება ეს ზაფხული შეიძლება იყოს გადამწყვეტი, არ ვიცი ნახოთ. და მოდი ეს მომენტიც ვახსენოთ, ხო? ანუ კлау გრძელდება და მეტიც იქ რაღაც მერკელი გამოვიდა და თქვა რომ რაღაცა სხვები არ უნდა ჩაერიონ ჩვენ თვითონ უნდა მოვახერხოთ ურთიერთობა რუსეთთან და ასე შემდეგ. ხო, ანუ მომლაპარაკებლის ძიება ვინ წარმოადგენს ევროპაში ეს თვითონ გრძელდება. ორი
რაღაცა ესე ვთქვათ ორი თითქოს ერთმანეთთან და ურთიერთსაპირისპირო ტრენდი მიმდინარეობს ევროპის შიგნით. ერთის მხრივ ეს არის ესკალაციისთვის მზადება და თითქოს როგორც შენახსენე ესკალაცია გარკვეული თვალსაზრისით მისაღებია ევროპისთვის და მეორეს მხრივ რაღაცა გააქტიურებული საუბრები იმაზე რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს და ევროპამ უნდა მოძებნოს ვინმე ვინც შეძლებს რუსეთთან საუბარს. მე არ მგონია რომ ევროკავშირი დამოუკიდებლად ადგენდეს საკუთარ საგარეო პოლიტიკას ნებისმიერ მიმართულებით და ამ ეჭვზე დასტური მე მომცა თავად კაია კალასმა რამდენიმე დღის წინ რომელმაც განაცხადა რომ ევროკავშირს არ აქვს პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების მიმართ და რა აზრი აქვს ახლა პოლიტიკის შექმნას, როდესაც არეულია სიტუაცია. ანუ სანამ არ დაალაგდება ევროკავშირი პოლიტიკას ვერ დაადგენს. ანუ ესეც მიანიშნებს იმაზე რომ რუსეთთან მიმართებაშიც ეს არ არის ევროკავშირის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ეს არის დიდი ალბათობით შეერთებული შტატების მიერ ნაკარნახევი საგარეო პოლიტიკა და ესეც ასე ვთქვათ ძიება მომლაპარაკებლის შეიძლება იყოს ამერიკული ასე ვთქვათ ზეწოლის შედეგი. ხო, იგივე ეს მოლაპარაკებები შეჩერებულია, ეს ვიტკოფისა და დიმიტრევის მოლაპარაკებები და გარკვეულწილად შეიძლება შეერთებული შტატები აძალებს ევროკავშირს პირდაპირ დაიწყონ საუბარი. ეხა ეს მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს რაღაცა კონფლიქტის სისტემურ გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ეს არის დროის მოგების ელემენტი, რომ იგივე ეს ესკალაცია, სტრატეგიული ესკალაცია ევროპაზე რაღაცა დროში გადაიდოს, რომ მაგალითად მოახერხოს ევროპამ მაგალითად აი შეერარების მომზადება. ხოდი ესე თუ შეიძლება ამაზე, იმიტომ რომ იმდენად ცოტა რაღაცა მოსკოვისთვის მიუღებელი პერსონები დასახელდა, მაგალითად პირველი იყო ფინეთის პრემიერი თუ პრეზიდენტი სტუბი, ხო, რომელიც ახლა ყველაზე ესეთი რუსოფობიური ლიდერია დღეს. მეორე იყო ეს კაია კალასი, რომელზედაც რაღაც ნახევრად ხუმრობით გასცეს პასუხი, ხო, ეგეთ. ნუ განიხილებოდა იგივე შრიოდერის კანდიდატურა, იგივე მერკელის კანდიდატურა, მაგრამ თვითონ მე მგონი ანგელა მერკელმა უარი თქვა, რომ მე არანაირ ძალაუფლებას არ ვფლობ და მე ვერ გადავწყვეტ მსგავს საკითხს და არ ვაპირებ მონაწილეობას, თვითონ გარკვეულწილად დუმილი არის რუსეთშიც, რომ საერთოდ რატო უნდა ევროკავშირს ეს მოლაპარაკებები. ანუ ისიც ანუ როგორ გითხრა, შეიძლება რუსეთშიც მიდის ანუ იმ კონფიგურაციაზე მსჯელობა, რაზე უნდა ესაუბრონ ახლა ევროკავშირს და რა პოლიტიკა უნდა აწარმოონ. იმიტომ რომ გარკვეულწილად პოლიტიკები რაც არსებობდა ევროკავშირის მიმართ, ის ყველაფერი განადგურებული 2022-ის მერე აღარ არსებობს. ანუ არანაირი კომუნიკაცია აღარ არსებობს და ახლა რაღაცა ომში მყოფი მხარეები როგორ უნდა ესაუბრონ, რაზე უნდა ელაპარაკონ. დაახლოებით ჩემი აზრით ამაზე მიდის ახლა მსჯელობა, როგორც ბრიუსელში, ასევე მოსკოვში. კი ბატონო, თუ ანუ მან ერთი მომენტი ხა სტუბისგან განსხვავებით რომ თქვა, ხო ხა რომელსაც გარკვეულ ითვლება რომ კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთან და რაღაცა ასე შემდეგ და შეუძლია მასთან საუბარი და ასე შემდეგ. ნუ კაია კალას თუ აირჩევს ევროპა რუსეთთან სასაუბროდ ესე იგი ჯობია პირდაპირ სროლაზე გადავიდნენ ალბათ. არა, ნუ გარკვეულწილად ამ მომლაპარაკებელზე თანხმობა უნდა განაცხადოს რუსეთმაც. ისევე რა ირჩევს ახლა ევროკავშირი, მე ვისაც მინდა იმას გავაგზავნე. არა, მე ვამბობ ახლა თუ შესთავაზებენ რუსეთს, რომ აი კაი კალას იქნება ჩვენი წარმომადგენელი, პირდაპირ ჯობია. თვითონ ანუ ამ პერსონაჟების დასახელებაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მოლაპარაკებები არასერიოზული იქნება და არ არის შედეგზე ორიენტირებული, ხო როგორ შეიძლება ახლა კაია კალასი იყოს ის მომლაპარაკებები, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს ევროპის უსაფრთხოებაზე შეთანხმდეს. უკრაინის ბედი არა, ხო, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ისაუბროს ამ შემთხვევაში. თუ აწარმოებია. კი ბატონო, კი, მოდი ერთი მოკლედ შევეხოთ იმ საკითხსაც, ახლა ჩვენ ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ, იქ ამერიკის ვიზიტზე ვისაუბრეთ. სხვათა შორის ამ გამოჩნდებოდა თქო წინაზეც თქვით, რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერ შეთანხმდნენ თქო ამერიკისა და ჩინეთის ლიდერები. ანუ ამ წუთის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში იქ ირანთან დაკავშირებით რაღაცა ტიპის შეთანხმება არსებობს, იმიტომ რომ კონფლიქტი არ განახლებულა, მართალია არც მოლაპარაკებები განახლებულა, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში დაბომბები არ მიმდინარეობს და საჰაერო იერიშები არ მიმდინარეობს ირანთან მიმართებაში. არ ვიცი, შეთანხმების საგანი იყო, რომ რაღაცა ესკალაცია აღარ გამეორდეს და რაღაცა ეძებონ გამოსავალი სხვანაირად და ასე შემდეგ, თუ რისი ბრალი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეა. ის რაღაცა პაუზა, რომელიც აღებულია გინდა ომში და გინდა მოლაპარაკებებში გრძელდება. სამაგიეროდ დაიწყო ისევ საკმაოდ აქტიური ესკალაცია კუბის მიმართულებით. ანუ კიდევ ერთხელ ეს არის, არ ვიცი, მცდელობა იმისა, რომ ამერიკამ სხვა რამით დააკავოს საკუთარი მოსახლეობა, რომ აი თქვათ ირანთან მიმართებაში დაწყებული ავანტიურა გადავიწყოს და თქვათ ისევ კუბის საკითხი შემოიტანეს, თუ რა მცდელობა არის, უცნაურია, ფაქტია, რომ კუბაზე ეს ბლოკადა გრძელდება, სულ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტური, ესე ვთქვათ, 20 საათიანი გათიშვები დენის განახლდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამოიწურა ის მარაგი ნავთობისა, რომელიც მიიღეს რუსეთიდან, რაღაც სულ რაღაც ის ერთი ტანკერი, რომელიც რაღაცა რამდენიმე თვის წინ ჩავიდა კუბაზე. და განცხადებები გააკეთა მარკო რუბიომაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებებთან ახლოს არ ვართ, თუმცა არც კონფლიქტის დაწყება არის, ესე ვთქვათ, აქტიურად განხილული, ეს უკვე ტრამპის განცხადება იყო, მოკლედ რა ხდება? შენი აზრით? ჯერ შევეხოთ სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესს. რამდენიმე ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ კი, შეიძლება ერთ-ერთი იყოს ჩინური რაღაცა მესიჯი შეერთებული შტატების მიმართ, რომ რაღაც ეს კონფლიქტი არ შეიძლება გადაიზარდოს კვლავ აი სრულმასშტაბიან სამხედრო თავდასხმებში. მეორე არის ის გარკვეულწილად ისევე სპარსეთის ყურის მონარქიების უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რისკია ეხა ომის განახლება აი ამ მონარქიებისთვის, რომელთაც პრაქტიკულად დაუდგებათ ეს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ამჯერად არ ამგონია ირანი მოერიდოს გარკვეულწილად რაღაც თავშეკავება გამოავლინოს, ხო, ამ მიმართულებით აი ინფრასტრუქტურაზე. რომ რაც ის არის, რა ქვია, ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო, იმის შემდეგ ირანი გამალებულად აგრძელებს შეიარაღებას, ასე ვთქვათ, და წარმოებს რაღაცა რაკეტების წარმოებას. რაკეტების ხო, ანუ ის დანახარჯი, რაც ქონდა კონფლიქტის აი თვენახევრის განმავლობაში, ის აღედგინა და უკვე ამბობენ, რომ პლუსში არის გასული აი რაკეტებისა და დრონების მიმართულებით და მესამე აქ არის რელიგიური მომენტი, ეხა იწყება პილიგრიმობა მექაში და მუსლიმები ჩადიან საუდის არაბეთში, ერთ-ერთი თავი ტრანზიტი ყოველთვის იყო დუბაის აეროპორტი, ან ყატარის აეროპორტი, რაღაცა და შეიძლება ამ კუთხითაც აი ამ მონარქიებმა თხოვეს, იმიტომ რომ სკეპსისი სუნიტებში კიდევ არ გაიზარდოს შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის მიმართ. რაღაცა რაღაც მთელი ასე ვთქვათ კომპლექსია იმისა, რომ რატომ შეიძლება ამ მომენტში არ განახლდეს ეს კონფლიქტი. რაც შეეხება ახლა კუბას, როგორც ახსენე, მე როგორც ვატყობ, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო იმავე ტიპის საფრთხის პროექტირება კუბაზე, რასაც ვენესუელაზე ახდენდა. რომ აი აქ არიან რუსული რაღაცა შეერაღებული რაღაც ძალები არა, მაგრამ სამხედრო პირები, რომლებიც ამზადებენ კუბის შეერაღებულ ძალებს, არიან ჩინელები, რომ აი ეს არის გამოწვევა ჩვენი სამეზობლოა და ეს გახსოვთ ალბათ ვენესუელას ცალკე ეს ნარკოტრაფიკინგის საკითხი იყო მასზე პროექტირებული, კუბას ამას ვერ დააბრალებენ ფიზიკურად. მაგრამ აი ეს რაღაცა და აი ახლა ნახსენები არ იყო, მაგრამ ალბათ ირანიც ჩაერთვება კუბასთან მიმართებაში, იმიტომ რომ კუბასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ირანს, გამომდინარე რაღაცა ანტიამერიკულ საგარეო პოლიტიკასთან. თვითონ კუბაზე გამოხატავენ მზაობას რა, ეხლა ცოტა უხეშად ნათქვამია, წინააღმდეგობის გაწევის ნებელობას, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეული დრონი გადასცა რუსეთმა კუბას, რომ გარკვეულწილად ეს შემაკავებელი ფაქტორი იყოს, თუმცა ეს რამდენიმე ასეული დრონი საკმაოდ მცირე რაოდენობა წინააღმდეგობის გასაწევად. ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში დისკურსი არის, რომ აი ამ დიპლომატიური საშუალებებით აიძულონ აი ამ
კასტროების ოჯახმა დაათმონ ძალაუფლება, ანუ ეს კანელ დიასიც კასტროების ოჯახის წევრი სიძე არის რაულ კასტროსი მოიხსენებათ. თუმცა რაღაც ნაკლებ წარმოსადგენია რომ მხოლოდ ეს რაღაც ვერბალური ზეწოლით მოხდეს ეს ხელისუფლების ჩამოშლა. გამომდინარე იქიდან რომ კუბას აქვს უკვე რამდენი 65 წლიანი გამოცდილება აი ამ სანქციების ქვეშ და ბლოკადაში ყოფობის, ანუ ეს რეზისტენტულობა გააჩნია, ხო? ამიტომ აქ ცალკე რაღაცა ეროვნული ღირსების საკითხიც დგება, კუბელები ამ მიმართულებით საკმაოდ ისეთი ღირსეული ხალხია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც მარტივად საკუთარ თავს არ დათმობენ, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ რადგან აქამდე ბოლო თვეების განმავლობაში ეს ვერ მიიღწა დიპლომატიური რაღაც დისკურსული საშუალებებით, ეხლა გადავიდნენ რაღაც აი სამხედრო კომპონენტი შევიდა ამ კუბასთან მიმართებაში. ეხლა თვითონ სამხედრო ოპერაცია კუბაზეც, ხო, ეხლა შეუძლებელი და წარმოუდგენელი რა თქმა უნდა არ არის შეერთებული შტატების მხრიდან, თუმცა გარკვეულწილად ესეც ხო გამოწვევა თვითონ ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ თლიანად ლათინური ამერიკა არის პროკუბური განწყობის ყველა იქაო ქვეყანას აქვს სიმპათია. ხო, ანუ ეხლა არგენტინას დღევანდელი ხელისუფლებიდან გამომდინარე, ხო და ესეთი მოქმედება გაზრდის, ეხლა სკეპსის კი გაზრდის, მაგრამ რამდენად აქვს ამ ქვეყნებს პოლიტიკის ცვლილების შესაძლებლობა, ეს ცალკე საკითხია, თუმცა შეიძლება სამომავლოდ ხო ბევრმა ქვეყანამ დაიწყოს ფიქრი ისე რა ჩინეთთან ურთიერთობაზე. კუბა შემდეგ არის კიდევ მე ერთი არა, თუ არა კუბა კიდევ არის ერთი, ესე ვთქვათ, არჩევანი ამერიკისთვის, ამერიკის ესე ვთქვათ ყურადღების გადატანის და გრენლანდიის, სადაც სწორედ აი გუშინი გახსნეს ახალი საკონსულო, რომელსაც გარკვეულ პროტესტით შეხვდა გრენლანდიის ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო. კი, აღარ მახსოვს, წარმომადგენელი გააგზავნეს სპეციალური, რომელიც ხალხს ხვდებოდა და ის იქნებოდა KFC და თუ McDonald's-ები იქნება გრენლანდიაში იაფასაც რაღაცას გავცინარებინებს. კარგია. მოკლედ დავასრულოთ უნდა ჩვენი დღევანდელი საერთაშორისო მიმოხილვა. უსურვოთ გრენლანდიას KFC-ს და McDonald's-ის გახსნა. ალბათ ეს რა ქვია, ეს დიდი ზეიმიელის და ამ ქვეყანას ასე ვთქვათ. თქვენ უსმენდით საერთაშორისო მიმოხილვას საქართველოს რადიოს ეთერში FM 103.3-ზე, რომელსაც წარმოგიდგენდით საერთაშორისო მიმოხილვას 42 პარალელის, რომელსაც წარმოგიდგენდით შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ კვირას. ასევე რა თქმა უნდა გვიყურებდით ჩვენს YouTube არხზე და შესაბამისად თუ არ გაქვთ ჯერ კიდევ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი კონტენტი, გადააზიარეთ ასე ვთქვათ და დაგვიმეგობრდით Spotify-ის არხი ჩამოიწერეთ, დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, TikTok-ზე. კარგად გრძანდებოდეთ. შევხვდებით ერთმანეთს მომავალი მიმოხილვისას. ნახვამდის.